საქართველოს წინსვლა FIFA-ს რეიტინგში. მზადება მორიგი გამარჯვებისთვის. სანიოლის და მამარდაშვილის კომენტარები, რას ამბობენ ალბანელების საქართველოს ნაკრებზე და რისკენ მოუწოდებს ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს. ამ და სხვა სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ჩვენი ნაკრები კი რამდენიმე საათში მორიგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, თუმცა სანამ ალბანეთთან დაპირისპირებაზე გადავალთ, გეტყვით რომ ჩეხეთთან ფანტასტიკური გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა. მოპოვებული 9.9 ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ლაივ რეიტინგში 70-დან 72 პოზიციაზე გადაინაცვლა. ალბანეთთან გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველო კაბო-ვერდესაც გადაასწრებს და 67 პოზიციაზე გადავა. 66-ზე მყოფ ბურკინა-ფასოსთან კი სხვაობა 3 ქულა იქნება. ახლა კი ჩვენი ნაკრები ალბანეთთან გამარჯვების მოპოვებას ეცდება. საქართველო ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე შეხვედრას 10 სექტემბერს 22 საათსა და 45 წუთზე გამართავს. შეხვედრის მთავარი მსაჯი ბელგიელი ერიკ ლამბრეხტი იქნება, რომელმაც 2021 წელს ნიდერლანდების და საქართველოს შეხვედრაშიც იმსაჯა. შეხვედრამდე ორივე გუნდის მხრიდან ძალიან საინტერესო კომენტარები გაკეთდა. თუმცა, რა თქმა უნდა, დავიწყოთ ვილი სანიოლით და გიორგი მამარდაშვილით. მათ მოსმენამდე არ დაგესაროს დამიტმე ზუსტად 2 წამი. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ალბანეთი შესანიშნავ სიტუაციაშია. ევროპის ჩემპიონატზე მათ შესანიშნავად ითამაშეს, ისევე როგორც ჩვენ. ყველას მოიხსენება, როგორი გარემო იქნება. მათ შესანიშნავი გულშემატკივარი ხავთ. წინა თამაში ვნახეთ სტადიონზე, როგორი გარემო იყო და ეს ყველა ფეხბურთელს ეხმარება. კარგად ვიცნობთ ალბანეთის ნაკრებს. მათთან 2 წლის წინ ფრედ ვითამაშეთ. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მაქსიმუმი გააკეთონ და მოედანზე იგივე შემართებით გავიდნენ, როგორც ჩეხეთთან იყო. ანგარიშის მიუხედავად ჩეხეთთან იოლი თამაში არ ყოფილა. მოკლე პერიოდში გვიწევს თამაშების ჩატარება და ამის გამო ფეხბურთელები გუშინ დავასვენე. რა თქმა უნდა, დღეს ცვლილებაზე საუბარს არ ვაპირებ. ყველა თამაში განსხვავებულია და ვერ ვიტყვი თუ რომელი მოთამაშე ჩაიცვამს მაისურს. ახლა ცვლილებებზე საუბარი არ მსურს. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც პენალტებს კარგად ურთყამენ. ხვიჩა და მიქაუტაზე, ასევე გველესიანი, რომლებიც ამ მიმართულებით შეგვიძლია ექსპერტებად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია მოედანზე პასუხისმგებლობის ახება და ჩეხეთთან ეს პასუხისმგებლობა კვარა მაიღო. რა თქმა უნდა, რთული თამაში ველოდებით, ნაკრებისთვის თამაში გასვლაზე არასოდეს არ არის მარტივი. ვიცით რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, ვიცით რომ კარგი ევროპის ჩემპიონატი იქონათ მათ, როგორც ჩვენ. ჩვენც კარგ ფორმაში ვხვდებით ამ თამაშს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმოჩოთ. ჩემი პირველი კლინშიტი ამ სტადიონზე შედგა ალბანეთის წინააღმდეგ. რამდენიმე წლის წინ იყო ეს ყველაფერი და მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ჩემი ევროპული კარიერა. ეხლა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს და ვეცდები კარგად ვითამაშო ხვალინდელი თამაშიც. და ჩეხებთან გამართულ თამაში, რთული თამაში გამოვიდა, ანგარიში სხვა რამის გვეუბნება, მაგრამ ეს იყო რთული თამაში. საბოლოო ჯამში კარგად ვთამაშე და გავიმარჯვეთ ამ ანგარიშით. არა მარტო ჩემი გადმოსახედიდან, ლოგიკურადაც რომ მივიჩნდეთ, შეგვიძლია გავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან რომ შეხედოთ ჩვენს ფეხბურთელებს, როგორ ფეხბურთელები. პირადად მე, როცა ახლა ბოლო თამაშზე თუნდაც, როცა უყურებდი უკნიდან სიამოვნებას ვიღებდი თუ როგორ თამაშობდნენ ჩვენი ფეხბურთელები შედევაში და რამდენი შეუძლიათ მათ გააკეთონ. ასე რა თქმა უნდა შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. ეს იყო ჩემგან ერთგვარი მადლობის ჟესტი გულშემატკივრებისადმი, რადგან რომ არა ისინი ჩვენ ვერ მოვიდოდით აქამდე, ვერ ვითამაშებდით ესე კარგად ევროპის ჩემპიონატზე და შეიძლება ვერც გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ისინი გვეხმარებიან სულ და კარგ მომენტებში და მათ დაიმსახურეს ეს ყველაფერი დღესაც ვართ და კიდევ ვერს გავაკეთებთ მათთვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და რა თქმა უნდა გულშემატკივრები მნიშვნელოვანი ფაქტორია გუნდისთვის. შეხვედრის წინ მედიასთან ისაუბრა ალბანელთა მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ და ალბანეთის ნაკრების და ინტერის ნახევარმცველმა კრისტიან ასლანიმ, რომლებმაც საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. აქვე გეტყვით, რომ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით თამაშამდე ერთი დღით ადრე სტადიონზე, რომელიც 22,500 ადამიანს იტევს, უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ფედერაცია კი გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ. ძალიან თანაბარი ჯგუფია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უკრაინა ძლიერია, ჩეხეთი ძალიან ძლიერია. თუ ვინმეს არ გინახავთ საქართველოს ნაკრები, მოემსადეთ. ხვალ ნახავთ, რომ ეს არის ძალიან ორგანიზებული, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური გუნდი, რომლის უკან მწვრთნელის დიდი მუშაობა დგას და მძიმე გუნდია. ჩემი აზრით, ყველა მწვრთნელი ემზადება მოსაგებად. ისინიც მოსაგებად ემზადებიან და ჩვენც. თუ არ გამოვა, შეიძლება მატჩი ფრედ დასრულდეს, ან მარცხით.
შესანიშნავი თამაში იქნება სავსე სტადიონზე. მათ ძალიან კარგი გუნდი ხავთ. ვიმეორებ, ორგანიზებული და რთული. გვინდა რომ ხვალ კარგად ვითამაშოთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება. ბურთი თუ უბურთოთ, ფეხბურთი უკვე ძალიან სწრაფი გახდა. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. თუ სწრაფად არ ითამაშებ, მეტოქე მოგკლავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხვალ ძალიან ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა. კარგად უდევს, კარგად იცავს თავს. სტანდარტულებზეც სახიფათოა. შესანიშნავი მწვრთნელი ხავს. ხვალ კარგი გუნდები ითამაშებენ. ჩვენ შეგვიძლია კარგად თამაში, მაგრამ მათაც ძალიან ორგანიზებული გუნდი ხავთ. კვარაცხელია ნამდვილად დიდებული ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკურად ძალიან ძლიერი. ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებს, ძალიან მაღალი კლასისაა, მაგრამ მის გარდა საქართველოს 4-5 საოცარი ფეხბურთელი ხავს. გვარებს ვერ ვიტყვი, რადგან გამოთქმა გამიჭირდება, მაგრამ ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე ერთი თვეა ვაკვირდები. შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, თავდამსხმელებიც, ცველებიც, ასევე ლატერალებიც, რომლებიც შეტევაში აქტიურად მიდიან. რაც შეეხება კვარაცხელიას, ცხადია დიდი ფეხბურთელია, მისი მოედანზე ნახვა სასიამოვნოა. როცა პოლონეთს ვეთამაშეთ მოედანზე, ლევანდოვსკი და ჟელინსკი იყვნენ, რაც კარგია. ასევე ჩვენს გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც ალბათ მომავალში ამ დონეზე იქნებიან. ერთი თვეა უკრაინას საქართველოს მატჩებზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ჯგუფში 4 ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მათ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს ამ გუნდებს შორის. მერვედფინალში ითამაშეს. ეს არის ძალიან ორგანიზებული და ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. ულოცავ მათ მწვრთნელს, ფეხბურთელებს, ფედერაციას. რა თქმა უნდა, ჩვენს კარგი გზა გავიარეთ. კარგი ევროპის ჩემპიონატი ვქონდა. გავიზარდეთ, გამოცდილება მივიღეთ. შესაბამისად, ხვალ შესანიშნავი თამაში იქნება სავსე სტადიონზე, რაც ჩვენთვის უპირატესობა იქნება. საქართველოსთან თამაში მძიმეა. ჩვენ არ შეგვიძლია შედეგის კონტროლი, შეგვიძლია მუშაობა. მოემზადეთ, რომ მოედანზე გავიდეთ და 90 წუთი კარგად ვითამაშოთ. შედეგის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. ის ვიცი, რომ კარგი თამაში იქნება, რადგან მათ კარგი გუნდი ხავთ, როგორც ჩვენ. პირველი შეხვედრა ორივემ მოვიგეთ. საქართველომ ჩეხეთთან უფრო დიდი ანგარიშით. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. საქართველოს შესანიშნავი და მზარდი გუნდია. კარგად ვივარჯიშეთ და მოვემზადეთ. უკრაინასთან თამაში უნდა დავივიწყოთ და წინ ვიყუროთ. გვინდა რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ, რადგან ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. როგორც თქვი, საქართველოს მზარდი გუნდია. კვარაცხელიას წინააღმდეგ მითამაშია. ის ძალიან ძლიერია. 2 წელია სერიაში ძალიან კარგად თამაშობს. მასთან 2 ფეხბურთელით უნდა ვიყოთ და ყურადღება მივაქციოთ. შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ საქართველოს და ალბანეთს 3-3 ქულა აქვთ. ამ გუნდების შეხვედრა 10 სექტემბერს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს. თქვენ კი თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.